შიდა ქართლის რეგიონში ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა რეაბილიტაცია დასრულდა სახელმწიფო რწმუნებულის სიმონ გულედანის თქმით მიმდინარეობს კიდევ 4 საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა რეაბილიტაცია. ჯამში ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში 20-მდე საჯარო სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია. აშენდა ახალი სკოლებიც. გულედანის განმარტებით საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. რეგიონში რამოდენიმე სკოლის რეაბილიტაცია მშენებლობა მიმდინარეობს. აქ ხედავთ, ეს არის სოფელ მეჯვრისხევის გამყოფი ხაზის სოფელში ახლად რეაბილიტირებული სკოლა, სადაც დღეს მიულოცეთ ჩვენ ბავშვებს ახალი სასწავლო წლის დაწყება. ასევე რეგიონში სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 15-მდე სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ასევე მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა გორის მუნიციპალიტეტში. არაშენდაში მიმდინარეობს, ქალაქ გორში მიმდინარეობს 11 სკოლის მშენებლობა, ასევე დაგეგმილია ხაშურში, კასპში, ქარელში და გორში ახალი სკოლების მშენებლობა რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის პირველი პრიორიტეტი არის ჩვენი მომავალი თაობის განვითარება, გაზრდა. აქედან გამომდინარე არის ზუსტად ის, რომ მაქსიმალურად არის ჩართული შესაბამისი სტრუქტურა და უწყება, რომ მოხდეს სასწავლო დაწესებულებების რეაბილიტაცია მშენებლობა.